პოლიტიკური გამჭრიახობის დამსახურება, რომ სააკაშვილი, მერაბიშვილი და სხვები მნიშვნელოვან წილად იზიარებდნენ იმ გადაწყვეტილებებს, რომელმაც ვანო მერაბიშვილი მიიყვანა განსასჯელის სკამამდე და სააკაშვილსაც მალე მოიყვანს. გიგაბოკერიას რომელი მათ შორის 2008 წლის აპრილი, როდესაც ის კატეგორიული მომხრე იყო, რომ ომი დაწყებულიყო აფხაზეთში, მან აბსურდი და ბოდვა უწოდა ამას, მაგრამ ამის მოწმე არის 10 ადამიანი და ამის კონკრეტული ფაქტები არსებობს პირდაპირ. ძალიან საინტერესოა ეს საკითხი, აი, როდესაც თქვენ განაცხადეთ გუშინ, რომ 2008 წლის აპრილში ომს ააცილეთ ქვეყანა აფხაზეთის მიმართულებით. როდესაც ამ განცხადებას აკეთებთ, თქვენ ჩემზე უკეთესად მოგეხსენებათ, იმიტომ რომ იურისტი ხართ, ამას დამტკიცება სჭირდება, ხო ესეა. ანუ თქვენ იმედი გაქვთ იმ 10 მოწმის, რომელიც ამ საუბარს ესწრებოდა? მე არავის იმედი არ მაქვს, ახლა ძალიან ძნელია გქონდეს მერაბიშვილის, ტყეშელაშვილის, ბოკერიას და დიახ და სხვების იმედი. სხვათა შორის ბეჟუაშვილი, რომელიც მგონია, რომ არ უარყოფს იმას, რომ ეს ფაქტი ნამდვილად იყო, იმიტომ რომ პრაქტიკულად მე ვიყავი კატეგორიული წინააღმდეგი და ასევე ბეჟუაშვილი, რომ ომი დაწყებულიყო 2008 წლის აპრილში. ანუ ტყეშელაშვილი, მერაბიშვილი, ბოკერია და სააკაშვილი, ლომაია, სააკაშვილი, ვაშაძე ყველა ეს ესწრებოდა ამ შეხვედრას და იყვნენ მომხრე, რომ ომი დაწყებულიყო. გაყვიროდა გიგაბოკერია, ბოლო ხმაზე კარტაბელე გვაქვს და აუცილებლად უნდა დავიწყოთ ომი აფხაზეთშიო. ამის გამოძიების დროც მოვათე, ამაზე ძალიან ბევრი ფაქტი მეტყველებს და კეზერაშვილი სხვათა შორის და გამახსენდება ალბათ კიდევ სხვებიც. და ეს გამოძიებები რომ ჩატარებულიყო და ეს და ბევრი სხვა დანაშაული გამოძიებული ყოფილიყო, ამდენს ვერ ილაპარაკებდა დღეს ნაციონალური მოძრაობა. რაც შეეხება იმას, სიბრიყვე იყო, ეს იყო სიტყვა სიბრიყვე გამოიყენა ბატონმა ბოკერიამ. სიბრიყვე იყო მისი მხრიდან და მისი მეგობრების მხრიდან ესეთი წაქეზება და ბიძგი ომის დაწყებისა საქართველოს მხრიდან თუ რაიმე სხვა და რომელიმე სხვა ქვეყნის ინტერესების ნებსით-უნებლიეთ გატარება, ამას აუცილებლად გამოძიება გამოიძიებს, იმიტომ რომ აფხაზეთში ომის დაწყება გამოიწვევდა იმას, რომ დღეს საქართველოს როგორც ქვეყანა უბრალოდ არ იარსებებდა და ამისკენ უბიძგებდნენ სააკაშვილს მისი უახლოესი გარემოც. დაუშვათ ეს საუბარი, რომელზეც თქვენ ახლა საუბრობთ, რომ დაუშვათ თეორიულად, რომ მიმდინარეობდა ამაზე საუბარი. და თქვენ ამას წინააღმდეგობთ. მე ვალდებული ვარ ესე თქვა, რომელიც ამის მონაწილე იყო. რა იყო, რას ასახელებდნენ მთავარ მოტივად, რის გამოც უნდა დაწყებულიყო 2008 წლის აპრილში ეს ომი? ეს თუ გახსოვთ, ეს არის ის პერიოდი, როდესაც რუსი სამხედროები, სარკინიგზო ჯარები შეყვანილი იქნა აფხაზეთში, როდესაც აფხაზეთის რკინიგზის აღდგენა მიმდინარეობდა. თია საქმე რაშია, იცით? მე ეს ფაქტი არ მომიყოლია მანამ, ვიდრე ამის თაობაზე თვითონ სააკაშვილმა თავისი სიბრიყვით არ თქვა ხმამაღლა. მე არ ვთქვი ეს მიუხედავად იმისა, რომ ყველანაირი არლიყი მომაწერა და მომაწეპა წინა ხელისუფლებამ და სამშობლოს მოღალატე მიწოდა, მაგრამ არ მინდოდა მაინც ჩვენი ქვეყანა დაგვეზარალებია და კიდევ ერთხელ ესე ვთქვათ მიმეცა საფუძველი ვინმესთვის ეთქვათ, რომ აი საქართველოს აპრილშიც კი ომისთვის ემზადებოდა, მაგრამ ეს თავად სააკაშვილმა განაცხადა ერთ-ერთ ინტერვიუში და ამის შემდეგ მე ბუნებრივია გამეხსნა ხელი და დავადასტურე და უფრო გახსნილად შემიძლია ვილაპარაკო, რომ დიახ ამ ფაქტს ადგილი ჰქონდა. ამ ხაზს გავყვებით და ამ საუბარს გავყვებით, რამ გადააფიქრებინა მაშინდელი ხელისუფლება, როგორც თქვენ ამბობთ ომის დაწყება? პოზიცია ძალიან ანუ თქვენმა პოზიციამ გაჭრა? რა თქმა უნდა, მე შემიძლია ისიც გითხრათ, რომ არსებობდა კონკრეტული გეგმა, რომელიც მე ასევე გამაცნეს თავდაცვის სამინისტროში ღამის პირველ საათზე, ძალიან დიდი სიამაყით. ეს გეგმა იყო, ესე ვთქვათ, სოხუმამდე მისვლის, მაგრამ სოხუმს იქეთ, როგორც ჩანს, დანარჩენი აფხაზეთი სააკაშვილს და მის მეგობრებს, მათ შორის ადეიშვილის კომენტარიც მახსოვს ამ თემასთან დაკავშირებით არ აინტერესებდათ. სწორედ მაშინ შედგა ის ცნობილი დიახ და სხვათა შორის ოფიცერთა მთელი შემადგენლობა ესწრებოდა ამას ღამის პირველ საათზე და პასუხობდა ჩემ კითხვებს, რომელზეც მე დამაჯერებელი პასუხი ძალიან ბევრ მათგანზე ვერ მივიღე. ახლა ძალიან სერიოზულ განცხადებებს. ძალიან სერიოზულ განცხადებებს მე სერიოზული ადამიანი ვარ თია და არასერიოზულ განცხადებებს ბუნებრივია ვერ გავაკეთებ და არ მივცემ ჩემ თავს იმის უფლებას, რომ საზოგადოებას არასერიოზულ თემებზე ვესაუბრო. ასევე შემიძლია გითხრათ, რომ სწორედ მაშინ შედგა ეს ცნობილი სატელეფონო საუბარი სააკაშვილსა და პუტინს შორის, რომელიც ასევე პირველად სააკაშვილმა გაახმოვანა და არა მე, მიუხედავად იმისა, რომ მე ამ სატელეფონო საუბარს ვესწრებოდი და ეს ჩემი ინიციატივით შედგა ეს სატელეფონო საუბარი, და სააკაშვილმა გაიხსენა კიდეც, რომ სწორედ მაშინ უთხრა პუტინმა, რომ თუ შენ ომს დაიწყებ, იქდგანან ჩემი სამშვიდობო ძალები და მე ვცნობ დავამარცხებ შენს ჯარს, ვცნობ აფხაზეთს და ოსეთს და პრაქტიკულად დაგიშლი ქვეყანას. ეს ნამდვილად იყო.
თქვენ ურჩიეთ რომ მას დაერეკა ჩემი კატეგორიული რჩევა იყო რომ მას დაერეკა პუტინთან რომ ჩვენ აგვერიდებინა თავიდან ომი და მან ეს რჩევა გაიზიარა. ვფიქრობ რომ ამ სატელეფონო ზარმაც მნიშვნელოვანწილად განაპირობა ის რომ მან ვეღარ გაბედა ომის დაწყება. კარგი, საინტერესოა თქვენს ამ განცხადებებს რა გამოხმაურება მოყვება და შემდეგ რა მსვლელობა მიეცემა. ჩვენ ახლა ამ კონკრეტულ შემთხვევაში შეუძლია პროკურატურას გამოძიება დაიწყოს ამ თემასთან დაკავშირებითაც. თქვენ ყველა იმ ადამიანს დაასახელებთ, რომელიც ამ შეუსაუბარს ესწრებოდა. დასამალი აქ არაფერი არ არის. იმ случаيში იმ ოფიცრებსაც რომელიც თქვენ ახლა ოფიცრების გვარები ალბათ ნამდვილად გამიჭირდება რომ დავასახელო, მაგრამ გენერალური შტაბის ძირითადი შემადგენლობა ესწრებოდა ღამის პირველ საათზე ამ თათბირს. თუ გაქვთ იმედი რომ რომელიმე ამ საუბრის მონაწილე ერთი მაინც დაადასტურებს გაქვთ ამის იმედი? გენერალიტეტიდან ვფიქრობ რომ რამდენიმე ადამიანს ალბათ სინდისი ეყოფა და ვერ უარყოფს ამას. კარგით, ნახოთ როგორ გამეთარდება მოვლენები.